ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა დამშვიდობების გარეშე. ჩვენ ნახეთ, ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ პატივს არცემს ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობასთან ახლდა. და ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ქართული ხალხის მიმართ, ქართული ხალხის ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქონდა და აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მithქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30 წლიანი პარტნიორობა დაანგრია. მე იმედი მაქვს, რომ მისი წასვლა იქნება საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისის საფუძველი. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, თუ რამხელა მადლიერება არის ქართულ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც დამოუკიდებლობის დღეების პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს. ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა მათ შორის ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსგამდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა 3 წელიწადში დაანგრია იმ მხრივ, რომ აჩვენებდა ყველანაირ ნეგატიურ განწყობას ქართული სახელმწიფოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.